მოგესალმებით, თქვენ უყურებთ დღის მთავარ ამბებს, სოლიდარობა მზია მადლობას და ყველას ინდისის პატიმარს. სამი ბავშვი გარდაიცვალა მინდობით აღზრდაში, მხოლოდ 2024 წელს. 2024 წლის სამი ტრაგედიის შესახებ საზოგადოებას ალბათ არც არაფერი ეცოდინებოდა, რომ არა დამოუკიდებელი მედია. სტუდია მონიტორმა თვეების განმავლობაში იკვლია ფაქტები, დაამუშავა დოკუმენტები და საზოგადოებას ძალიან მძიმე რეალობის ამსახველი საგამოძიებო ფილმი აჩვენა. მაშინ, როდესაც ამავე ფილმის გმირი სახელმწიფო სისტემის წარმომადგენლები ამ ამბავს მალავდნენ, სამსახურებს ჩუმად იცვლიდნენ და მედიას არ პასუხობდნენ. ჩვენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვი გარდაიცვალა 2020 წლიდან დღემდე მინდობით აღზრდაში და რა სამართლებრივი შედეგი დადგა, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალას შემოგთავაზებთ. ახლა კი მოусმინოთ ინტერვიუს ნაწილს საგამოძიებო მასალის ავტორისგან. ფილმი იწყება უმძიმესი კადრებით და ჩვენი აუდიტორიაც ნახავს ჩვენი საუბრის პარალელურად, როგორ ეძებ შენ სასაფლაოზე 3 თვის გაბრიელის გარდაცვლილის საფლავს. მოდი გაბრიელის ისტორიით დავიწყოთ. ფილმზე მუშაობის პროცესში რა გაარკვია, რატომ აღმოჩნდა ის მინდობით აღზრდაში, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება და შემდგომ სისტემამ რა პასუხი გასცა ამ ძალიან დრამატულ ამბავს. ბავშვი სამშობიაროში მიატოვა დედამ. ამის შემდეგ ბავშვი გადადის სახელმწიფო ზრუნვაში. ჩვენი ინფორმაციით გაბრიელი მაისში უკვე მიყვანილია იმ მიმღებ ოჯახში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. და შემდეგ ბავშვის გარდაცვალება ჩვენი ინფორმაციით უკვე ჩვენ გავიგეთ უკვე ფაქტი რომ ბავშვი იყო გარდაცვლილი, დადასტურდა ეს გარდაცვალება და შემდეგ შევეცადე რომ მიმეკვлия სად იყო ეს გარდაცვლილი ბავშვი დასაფლავებული და აღმოჩნდა იმ სასაფლაოზე, სადაც რა ვიცი, უჭირის უფლო მიცვალებულები არიან, იქ აღმოაჩინეთ ეს ბავშვი. რადგან არის ეს მძიმე ისტორია და დედამ დაბადებისთანავე თქვა მასზე უარი, როგორ მოხდა, არ ვიცი, სააგენტო არ გვპასუხობს და არ მოხდა ამ ბავშვის გაშვილება. ჩვენი ინფორმაციით ბავშვი იყო სრულიად ჯანმრთელი, მიიყვანეს მიმღებ ოჯახში და უკვე ივლისში ხდება გადაყვანა ბავშვის იაშვილის კლინიკაში. ბავშვი არის უმძიმეს მდგომარეობაში და წყაროს ინფორმაციით, იმიტომ რომ ოფიციალურად არავინ დაგვიდასტურა, არავინ არც ერთ კითხვაზე არ გვიპასუხა, მისი დიაგნოზი იყო malnutriция, რაც ეს ჩვენს ენაზე რო ვთქვათ, მარტივად ნიშნავს შიმშილს. ქართული ოცნების წევრი სერგო მუშკუდიანი სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. სამცხე ჯავახეთის ახალმა რწმუნებულმა ზალ გელაშვილმა 17 მაისს გვითხრა, რომ გუბერნატორის მოადგილეების თანამდებობა დატოვა ორმა პირმა, გარდა მომღერალ ზურაბ ხაჩიძისა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. მე რომ მოვედი, მათ თავისი ნებით ფაქტიურად შევხვდი და წავიდნენ, საუბარის დიდი არ მქონია. დარჩა ბატონი ზურა ხაჩიძე. ბატონო ზურა ხაჩიძეზე მინდა გკითხოთ. მე 4 წელია ვმუშაობ ჟურნალისტიკაში. ფაქტიურად თვალით არ გვინახია ბატონი ზურა. არც ერთ შეხვედრაზე. არც ერთ შეხვედრაზე. და ახლა არ დადეს შეხვედრებზე არ დადეს, შეგიძლიათ გკითხოთ მას. ახალციხის ქალაქ ვალეში მოსახლეობა არსებული სანიაღვრე არხების მოწყობას, დასუფთავებას და ახალი არხების მოწყობას ითხოვს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა, როგორც კადრებში ხედავთ, ცენტრალურ ქუჩაზე. სახელიც ჯერ კიდევ საბჭოური ტოპონიმიკის გადმონაშთია, სანიაღვრე არხები ნარჩენებით ამოვსებულია. გვერდებზე კი ხავსი აქვს მოდებული. იგეგმება თუ არა და როდის სანიაღვრე არხების მოწყობა მოწესრიგება. თემაზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ ჩვენ Facebook და ვებ გვერდებს.
უნდა ეხებოდეს თუ არა ამნისტია მკვლელს. რესოციალიზაციის მნიშვნელობა მას შემდეგ, რაც რატის ბარში წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევმა 36 წლის კაცმა კიდევ ერთი 18 წლის ბიჭი მოკლა. საზოგადოების ნაწილმა კითხვებზე პასუხი მოითხოვა. ჩვენ პასუხებისთვის სახელმწიფო პენტენციურ სამსახურს დაუკავშირდით და საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. სანამ საჯარო ინფორმაციას მივიღებთ, გთავაზობთ სანდრო ბარამიძესთან ინტერვიუს. ამნისტიის მიზანი როგორც წესი ეს არის ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, შემწყნარების პრინციპიდან, მობიერების პრინციპიდან გამომდინარე, რომ ციტყვით მსჯავრდებულების რესოციალიზაცია შეეწყოს ხელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 2012 წელს მართლაც იყო გამოცხადებული ძალიან ფართომასშტაბიანი ამნისტია, რომელიც ისეთ მუხლებს როგორიც არის მკვლელობა, ასევე შეეხო სხვა მუხლებთან შედარებით უფრო მსუბუქად ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველა სხვა დანაშაულზე, რომელიც კონკრეტულად იმ ამნისტიის მუხლებს არ შეეხო, სასჯელის 1/4 იქნა გავრცელებული ყველა დანარჩენზე, მათ შორის მკვლელობის მუხლებს. ეხლა რო დაუბრუნდეთ აი ამ კონტექსტში ამ კონკრეტულ პირს. ეს ადამიანი მე რაც მოვიძიე მასალები ღია წყაროებიდან 2008 წელს მას ჩაუდენია მკვლელობა ახალგაზრდა ბიჭის ასევე თანაც განსაკუთრებული სისასტიკით ავტომატიდან დაცხრილა და 18 ტყვია ესროლა ერთ ადამიანს, ერთ პატარა ბიჭს. შემდეგ ის მიიმალა, როგორც იუწყებიან და 2009 წელს ის დააკავეს და მსჯავრით დასდეს მას 18 წელი მიუსაჯეს ამ მკვლელობისთვის. გარდა ამისა, მანამდე მას ჩადენილი ქონია ასევე ძალადობრივი დანაშაული, რომლისთვისაც პირობით მსჯავრს იხდიდა და რადგან ამასობაში სხვა დანაშაული ჩაიდინა, ის 5 წელი ქონდა მისჯილი პირობითად, ესეც დაემატა. პლუს დაემატა იარაღის უკანონო შენახვატარება, საბოლოო ჯამში სასჯელის შეკრებითობის წესით 26 წელი და 6 თვე შეეფარდა სასჯელად. ამასობაში ხელისუფლება შეიცვალა, რამდენიმე ასე ვთქვათ ესეთი შემამსუბუქებელი ტიპის კანონები იქნა მიღებული, ერთი ამნისტიის შესახებ კანონი, რაც მოგახსენეთ, მეორე ის, რაც არის ის, რომ გაუქმდა სავალდებულო შეკრებითობის წესი, იგი შეცვალა შთანთქმის პრინციპმა და აქედან გამომდინარე ამ ადამიანმა ამით ისარგებლა იმ თვალსაზრისით, რომ 18 წელმა შთანთქა 5 და 3.5 წლები, საბოლოო ჯამში 18 წელი ასე ვთქვათ, უნდა მოეხადა მას სასჯელად. ამასობაში პლუს კიდე ამნისტიის შედეგად 1/4-ით შეუმცირდა, როგორც ჩანს, მე ასე ვარაუდობ. ვარაუდობ კი არა, ალბათ ასეც იყო, ციტყვით და 18 წელი რო შევამციროთ 1/4-ით, გამოდის 13.5. ან 13 წელი და 6 თვე, ესე გამოდის. იმიტომ რომ 18-ის 1/4 ეს არის 4.5, 18-ს რო 4.5 გამოვაკლოთ, მივიღებთ 13 წელს და 5 თვეს. მაშინ მე ეს კაცი უნდა მჯდარიყო ციხეში 13 წელი და 6 თვე. თუ მას ჯავრი დაედო 2009 წელს, გამოდის რომ იგი გარეთ უნდა გამოსულიყო 2022 წელს, ან შეიძლება 2023-ში გააჩნიათ, ხა? კონკრეტულად რა რიცხვში იქნა ის დაკავებული მაშინ 2009 წელს ამის მიხედვით. მაგრამ როგორც პროკურატურა იუწყება ერთ-ერთ საიტზე ეს ამოვიკითხე, იგი გამოშვებული ყოფილა 2017 წელს და მე
ვარაუდობ, რომ 13.5 წელი მას შეიძლება არ მოახთევინეს, იმიტომ რომ პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლეს. თქვათ ასე იყო. მაგრამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა, თან განსაკუთრებული სისასტიკით, პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირმა მოიხადა სასჯელის, დანიშნული სასჯელის 3/4. 13.5-ის 3/4 ეს არის 9 წელი. აქედან გამომდინარე, ეს კაცი ციხეში ყველა შემთხვევაში უნდა მჯდარიყო 9 წელი. შესაბამისად, ის გარეთ უნდა გამოსულიყო 2018 წელს. კითხვა არის, როგორ გამოვიდა ის 2017 წელს. სხვა შორის კითხვა არის ისიც, როგორ გავრცელდა მასზე პირობით ვადამდე ასე ვთქვათ, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მასზე როგორ იქნა მიღებული. ასე დროს შესაბამისი საბჭოები ხო გადაწყვეტილებას ღებულობენ დამნაშავის პიროვნებიდან გამომდინარე, რა დანაშაული ჩაიდინა, ქონდა თუ არა ადრე ჩადენილი დანაშაული. ამ ადამიანის პიროვნება, ამ ადამიანის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით დანიშნული ჩადენილი დანაშაული, ის რომ მანამდე მას კიდე ქონდა დანაშაული ჩადენილი, იმაზე მიუთითებს, რომ წესით არავითარ საბჭოს არავითარი პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი ამ კაცის მიმართ არ უნდა გამოეყენებინა. მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, 2009 წელს დაკავებული პირი 2018 წლამდე ადრე არ უნდა გამოვიდეს, ხო? აი იმ გამოთვლებითაც რასაც მე ვამბობ. როგორ გამოვიდა ეს კაცი საერთოდ 2017 წელს გარეთ, აი ეს არის კითხვა ყველას მიმართ, განსაკუთრებით რასაკვირველია საბჭოთა აღსრულების სამინისტროს, მაშინ სამინისტრო იყო, შესაბამისი პერსონალის და ასევე იმ საბჭოს მიმართ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება აი ამისთანა პირის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. აი ეს არის ის, რაც მე შემიძლია ამასთან დაკავშირებით თქვა, მით უმეტეს რომ გამოსulis მერე მას კიდევ ჩაუდენ დანაშაული, დაუჭრია პოლიციელი, რისთვისაც მას ახალი სასჯელი დაკისრებია 5 წელი. უცებ მახსენდება უცბად მზია ამაღლობელი საქმე. ადამიანმა სილა გააწნა პოლიციელს და მას ემუქრება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების ახლა და ამან დაჭრა თურმე პოლიციელი და 5 წელი მიუსაჯეს თურმე მარტო. აი ესეთ ვითარება გვაქვს, ამისთანა ქვეყანაში ვცხოვრობთ. შესაძლოა ეს ასეც იყო, ხა სიმართლე გითხრათ, მას მე იმდენი დრო გავიდა ამაზე, ხა სიღრმისეული ლაპარაკი გამიჭირდება, თუმცა იმ ამნისტიის აქტთან დაკავშირებით მე მახსოვს, რომ ძალიან ბევრი სამუშაო იქ გაწეული. თავდაპირველი კანონ პროექტი იყო ბევრად კიდევ უფრო მობიერი, ვიდრე საბოლოო ჯამში მიღებული კანონი. გაუმართლებლად მობიერი იყო და შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობით მე მახსოვს რაღაცნაირად შეიკვეცა ეს კანონი, თუმცა სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, მით უმეტეს ყველობაზე საერთოდ რაიმე ამნისტიის გავრცელება მე ეს დაუშვებლად მიმაჩნია და ეს ჩანს კიდევაც აი ამ თუნდაც კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე. მით უმეტეს როცა საუბარია განსაკუთრებით ასე იგი დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაზე იქ რანაირად რომელი ამნისტიის აქტი შეიძლება მიესადაგოს და რაც შეეხება პირობით ვადამდე გათავისუფლებას ეს საერთოდ გაუგებარია ჩემთვის. რომელი კრიტერიუმი დააკმაყოფილა ამ კაცმა, რომ გამოსულიყო პირობით ვადამდე ადრე. არა, მე ამაში ვთქვათ ბოლომდე გარკვეული სიმართლე გითხრათ არა ვარ პენიტენციურ სისტემაში. ისე მით უმეტეს ეხლა რაც ხდება ღრმად ჩახედული არა ვარ, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა როგორც იურის მაქვს ის, რომ ჩვენთან ამისთანა რაღაცა უბრალოდ სამუშაო და მუშაობა პატიმრებთან, მჟავრდებულებთან, მე მგონი უბრალოდ არც მიმდინარეობს.
რესოციალიზაცია კი არა, ბევრად თუ არის ასე ვთქვათ, მორალურ, ფსიქიკურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ყავთ ხოლმე პატიმრები და საბოლოო ჯამში ღებულობთ ადამიანს, რომელიც გამოდის კიდევ უფრო საშიში სისტემიდან გამოდის კიდევ უფრო საშიში, ვიდრე ის იყო მანამდე, სანამ იქ მოხვდებოდა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ეს კაცი არის აბსოლუტურად ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ აკონტროლებს თავის ქცევას, თავის ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას კონკრეტულ თავის თავზე კონტროლს არც ცდილობს, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ხა როგორც აღწერენ, მხარის გაყრის გამო ადამიანი ასეთი განსაკუთრებული სასტიკით მოკლა, ეს კი მთლიანად სისტემის, როგორც პატიმრებთან მოპყრობის რესოციალიზაციაზე სიტყვა რესოციალიზაცია საერთოდ რო არ ვახსენოთ, ამ სისტემის სრულ ჩავარდნაზე მიუთითებს. არა, ასეთი მასშტაბური არ ყოფილა, თუმცა თუ არ ვცდები 2021 და 23 წლებში ასევე არ ვიცი ხა ზუსტად შეიძლება შემეშალოთ იყო რაღაცა მიახლოებული, თუმცა 2012 წლის ამნისტია იყო უპრეცედენტო თავის მასშტაბით და გავრცელებით. მათ შორის იმითი, რაც უკვე მოგახსენეთ. რეალურად ყველა მუხზე გავრცელდა, თუნდაც 1/4 და ეს იყო გასაკვირველად დიდი შეცდომა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.